მე-9 საუკუნე. ევროპა ბნელ ეპოქაშია ჩაფლული. ეკლესია აბსოლუტური ძალაუფლების ცენტრი. ამ სამყაროში, სადაც ქალებს განათლებაც კი ეკრძალებათ, ჩნდება ლეგენდა ქალზე, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. მისი სახელი იყო პაპი იოანა. მაგრამ იყო კი ის რეალური ადამიანი, თუ ეს მხოლოდ ისტორიის ყველაზე დიდი საიდუმლოა. ლეგენდის მიხედვით, იოანა დაიბადა დაახლოებით მე-9 საუკუნის დასაწყისში. ზოგი წყარო ამბობს გერმანიაში, სხვები ინგლისში. მისი მამა მკაცრი სასულიერო პირი იყო. ის არ აძლევდა უფლებას, რომ გოგონას განათლება მიეღო. მაგრამ იოანა განსხვავებული იყო. ის ფარულად სწავლობდა, კითხულობდა წიგნებს, სწავლობდა ლათინურს, თეოლოგიას. სწორედ აქ დაიბადა მისი ამბიციის პირველი ნაპერწკალი. როცა გაიზარდა, იოანამ მიიღო რისკიანი გადაწყვეტილება. მან თმა მოიჭრა. კაცის ტანსაცმელი ჩაიცვა და ახალი სახელი აირჩია იოჰანესი. ასე დაიწყო მისი ორმაგი ცხოვრება. იოანა მონასტერში შევიდა როგორც მამაკაცი. იქ მისი ცოდნა ყველას აუცებდა. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი თავის გარემოში. მალე ის რომში გაემგზავრა, იმ დროის ყველაზე ძლიერ ცენტრში. რომში იოჰანესი გახდა ცნობილი სწავლული. იგი მუშაობდა ეკლესიაში, ასწავლიდა, წერდა და იძენდა გავლენას. მისი პოპულარობა იზრდებოდა და სწორედ აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლეგენდაში. ლეგენდის მიხედვით, დაახლოებით 845 წელს, პაპის გარდაცვალების შემდეგ, სავარაუდოდ პაპი ლეო მე-4, ეკლესიის ელიტამ აირჩია ახალი პაპი. და ეს ადამიანი იყო იოჰანესი, ანუ ქალი, რომელიც მამაკაცად ცხოვრობდა. სცენა 5. პაპობის პერიოდი. დაცაფული სიმშვიდე. როგორც პაპი, ის მართავდა ეკლესიას დაახლოებით 2 წელი. ამბობენ, რომ მისი მმართველობა წარმატებული იყო. ის იყო გონიერი, სამართლიანი და განათლებული. არავინ ეჭვობდა მის საიდუმლოს. მაგრამ ამავე დროს მის ცხოვრებაში გაჩნდა კიდევ ერთი საიდუმლო. იოანა ორსულად იყო. ლეგენდის ყველაზე შოკის მომგვრელი ნაწილი სწორედ აქ იწყება. ერთ დღეს, რელიგიური მსვლელობის დროს, რომის ქუჩებში, პაპი უეცრად ცუდად გახდა. ბრბოს თვალწინ მან ბავშვი გააჩინა. და სწორედ ამ მომენტში სიმართლე გამოაშკარავდა. პაპი ქალი იყო. შემდეგი მოვლენები სხვადასხვაგვარადაა გადმოცემული. ზოგი ამბობს, ბრბომ ადგილზე მოკლა. სხვები, რომ იგი გადააყენეს და ისტორია დამალეს. ამბობენ, რომ ეკლესიამ სცადა მისი არსებობის წაშლა ისტორიიდან და რომ საუკუნეების განმავლობაში ეს ამბავი აკრძალული თემა იყო. დღეს ისტორიკოსები დაყოფილები არიან. ზოგი ამბობს, ეს სრული ლეგენდაა. არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერები, რომლებიც ამას ადასტურებს. მაგრამ სხვები მიუთითებენ უცნაურ დეტალებზე. უცნობი ხარვეზები პაპების სიაში, შუა საუკუნეების ქრონიკები, სადაც ეს ამბავი წერია, და უცნაური ტრადიციები, რომლებიც თითქოს ამ მოვლენას უკავშირდება. სიმართლე შესაძლოა სამუდამოდ დაკარგულია. იყო თუ არა პაპი იოანა რეალური ადამიანი? ქალი, რომელმაც კაცის სახით ეკლესიის მწვერვალს მიაღწია. თუ ეს მხოლოდ ლეგენდაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადარჩა? ერთი რამ კი ცხადია. ეს ისტორია დღემდე არ აძლევს მოსვენებას მსოფლიოს.